დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნიკა მელიან ვერც ერთი სიტყვა ვერ თქვა, რადგან მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ოპოზიციის დევნის საქმეზე სასამართლო პროცესი გახსნიდა, რამდენიმე წუთში დახურა და გადადო, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი სასამართლო პროცესი იქნება მაისის ბოლოს, 25 მაისს არის ჩანიშნული და ამ დღეს იქნება შესაძლებლობა მელიასაც თუ სასამართლოს ხდომას დაესწრება, ისაუბროს და მისი სათქმელი საზოგადოებამდე მიიტანოს. რაც შეეხება დღეს ხდომის გადადების გადაწყვეტილებას, გიორგი ვაშაძე ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდა. საპატიო მიზეზით ხდომას ვერ ესწრებოდა ვერც გიორგი ვაშაძის ადვოკატი, რომელსაც სხვა საქმეზე ჰქონდა სისხლის სამართლის პროცესი, რის გამოც მოსამართლემ გადადო ოპოზიციის დევნის საქმეზე სასამართლოს ხდომა. ადვოკატები საუბრობენ ამ საქმის პოლიტიკურ მდგენელზე და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ 8 პოლიტიკურ ლიდერს გაასამართლებს ქართული ოცნების საგამოძიებო უწყება და სასამართლო დახურულ კარს მიღმა. საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ასეთი რეზონანსული საქმის განხილვა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და საზოგადოება ვერ ნახავს, რა მტკიცებულებების საფუძველზე სურთ დიდი ხნით პოლიტიკური ლიდერები ციხეში გაუშვან. რეალურად არაერთი გაყალბებული საქმე გვინახავს ამ შენობაში და საქმე სადაც მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ პოლიტიკური მოტივაციით ხდება სხვადასხვა პირების დევნა, მაგრამ ეს საქმე არის მათგანაც გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ ერთი ბუნებრივია არანაირი დანაშაულის ნიშნები აქ არ არის და დანაშაულად გამოცხადებულია ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა და რეალურად ეს არის მცდელობა სახელმწიფო ღალატის უკვე სამართლებრივ სივრცეში გადატანის და მტრულძალებად ჩვენი დასავლელი პარტნიორების გამოცხადების. ეს საქმე მიმდინარეობს თან დახურულ რეჟიმში, მოსამართლემ უარი თქვა სხდომის გახსნაზე, იმიტომ რომ ბუნებრივია მათ ინტერესში არ არის საზოგადოება მიცოდეს თუ რა ხდება სხდომის დარბაზში. და რა თუ მტკიცებულებები და მტკიცებულებათა უთქვა, რომ საერთოდ არაფერი არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეში, არც მამუკა ხაზარაძე და არც ბადრი ჯაფარის მიმართ არსებობს მხოლოდ პოლიტიკური სურვილი, პოლიტიკური ნება, რომ ეს ადამიანები იყვნენ მორიგჯერზე ბრალდებულები და მე მინდა გავიხსენო, მათი პოლიტიკაში შემოსვლიდან წელი არ გასულა, როდესაც ეს ადამიანები პოლიტიკური დევნის ქვეშ არ იმყოფებიან. დღევანდელ სასამართლოს ხდომა გადაიდო დაცვის ხარის გამოუცხადებლობით. ნამდვილად ეს საქმე სასამართლო დარბაზში არ უნდა იხილებოდეს და საერთოდ სისხლის სამართლის ფორმატში წარმოუდგენელია განვიხილოთ ევროკავშირის, უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში და ეს საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები, პროკურატურა მონათლა მტრულ სახელმწიფოებად, რაც წარმოადგენს რეალურად საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს. საქმეზე ბრალდებული პირები, პოლიტიკოსები 2024 წლის ოქტომბრის შემდგომ პერიოდში გამართული აქციების მიმდინარეობის დროს მოქმედებდნენ ძალადობრივ ჯგუფებთან შეთანხმებით და მათი მიზანი იყო ადგილზე მყოფი მოქალაქეებისა და პოლიციელების დაპირისპირება, ასევე პარლამენტის ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა. ავრცელებდნენ სრულ ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის უშუალოდ საქართველოს საჰაერო სივრცის დათმობა ირანის ისლამური რესპუბლიკის დრონებისათვის. უშუალოდ ძალადობრივი ჯგუფები სისტემატურად ფინანსდებოდნენ და იღებდნენ უშუალოდ წინააღმდეგობისათვის გასაწევ პიროტექნიკას და სხვა ნივთიერებებს პოლიტიკოსების ოფისების. 8 პოლიტიკური ლიდერიდან დღევანდელ სასამართლო პროცესს მხოლოდ 4 ესწრებოდა. შემდეგი სასამართლო პროცესი ოპოზიციის დევნის საქმეზე 25 მაისს ჩაინიშნა. ამ დღეს შესავალს სიტყვებს იტყვიან ადვოკატები და თავად ბრალდებულები, რის შემდეგაც უკვე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, პროკურატურა მოწმეთა გამოკითხვას დაიწყებს.